Tenix SEO-ში არ გვაქვს ოფისი, არ გვაქვს შეხვედრების ოთახი და არც კორპორატიულ ლანჩები. თუ გკითხავთ, როგორ გამოიყურებთ ჩვენი სამუშაო დღე, ერთ კონკრეტულ სცენას ვერავინ დაგისახება. რადგან ამ წუთას ჩვენი გუნდის ერთი წევრი შეიძლება კონტენტს რომელიმე ქვეყნის სანაპიროდან წერდეს, მეორე SEO აუდიტს სახლიდან აკეთებდეს, მესამე კი საქართველოს რომელიმე მაღალმთიანი რეგიონიდან მარკეტინგის ახალ სტრატეგიაზე მუშაობდეს. ეს ყველაფერი ერთიან სისტემაში ისე გვაქვს მოქცეული, რომ დისტანციურ რეჟიმში ყოველდღე ვაკეთებთ ზუსტად იმავე და ხშირად იმაზე გაცილებით მეტ საქმეს, რასაც ხოვი მკაცრად განსაზღვრულ სამუშაო საათებში ოფისში ყოფნით შეიძლება აკეთებდნენ. მე ვარ დავით წილოსანი, Tenix SEO-ს დამფუძნებელი და ამ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი არა როგორც იდეა ან თეორია, არამედ როგორც რეალური, გამართული და გატესტილი სამუშაო პროცესში. ამ ეტაპზე Tenix SEO-ში 20-მდე აქტიური პროექტი გვაქვს. ეს ნიშნავს 20-მდე სხვადასხვა ბიზნესს, რომლებმაც თავიანთი ციფრული ხილვადობა გვანდეს ჩვენ. ყოველდღიურად ზრუნავთ იმაზე, რომ ეს კომპანიები არა მხოლოდ Google-ის პირველ გვერდზე, არამედ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ რეზულტატებშიც მოხვდნენ. ამ შედეგებს კი სწორედ ის გუნდი დებს, რომელზეც დასაწყისში გიყვებოდით. SEO სპეციალისტები, კოპირაიტერები, დეველოპერები, ვიდეო ედიტორები, სოციალური მედიისა და გაყიდვების მენეჯერები. ჩვენთვის როგორც დამფუძნებლისთვის ჩემი თანამშრომლების მუშაობის ეფექტურობის მთავარი საზომი არა კომპიუტერთან გატარებული საათები, არამედ მიღებული შედეგია. შესაბამისად, მთავარია ზრდის ის დინამიკა, რომელსაც ესა თუ ის პროექტი აჩვენებს. ეს თავისუფლება ცხადია ავტომატურად ნიშნავს მაღალ პასუხისმგებლობასაც. როცა ადამიანს აიმდობი და აძლევს საშუალებას თავად მართოს საკუთარი სამუშაო გარემო, ის იმაზე მეც გიბურნებს, ვიდრე ნებისმიერი მკაცრი კონტროლის პირობებში. ჩვენთან არ არსებობს გაურკვეველი დავალებები. მთელი სისტემა ესე აწყობილი, რომ ყველამ ზუსტად იცის თავისი როლი საერთო პროცესში. სხვათა შორის ამ ბოლო პერიოდში გადავედით agile სისტემაზე, რომელიც დარწმუნებული ვარო კიდევ უფრო ეფექტურ ორგანიზაციად გადაგვაქცევს. სამუშაო დღეს ვიწყებთ დილის 10 საათზე, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ ყველა ერთდროულად კომპიუტერებს ვრთავთ და კამერასთან ვსხდებით. ეს ნიშნავს, რომ ამ დროის გუნდი საერთო სამუშაო რეჟიმზე გადადის. კვირის დასაწყისში მთელი კვირის პრიორიტეტებს წინასწარ ვსაზღვრავთ და შესაბამისად ასევე წინასწარ გვაქვს გაწერილი ვინ რაზეა პასუხისმგებელი, რომელ პროექტს რა სჭირდება და რა ვადები გვაქვს. პასუხისმგებლობების ეს მკაფიო გადანაწილება საშუალებას გვაძლევს ათეულობით პროექტი სინქრონულად და ხარისხიანად ვმართოთ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენთან თითოეულ პროექტს პირადი მენეჯერი ყავს, SEO სპეციალისტი. ადამიანი, რომელიც ყველა პროცესს ბოლომდე მიხვდება და რომელიც კლიენტთან მუდმივად კავშირზეა. იგივე პრინციპი გვაქვს კონტენტის მიმართულებითაც. თითოეულ მწერალს თავისი კონკრეტული პროექტები აბარია. მათ ზუსტად იციან ამ ბიზნესების სტრატეგია, კომუნიკაციის ტონი და ის მიზნები, რომლებიც თუ ის ჭრილში უნდა შესრულდეს. კლიენტებთან კომუნიკაციისთვის ძირითადად WhatsApp-ს ვიყენებთ და შიდა მიმოწერებისთვის კი ჩვენი მთავარი პლატფორმა Slack. ეს არის ჩვენი ვირტუალური ოფისი, სადაც ყველაფერი თემატურადაა დაყოფილი. გვაქვს დახმარების ჩატები და საერთო სივრცეები, სადაც გუნდი ინფორმაციას ცვლის. ასევე გვაქვს დღის მუსიკის ჩათი, სადაც ერთმანეთს სიმღერებს უზიარებთ და იმ ემოციურ კავშირს ვინარჩუნებთ, რაც დისტანციურ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვანი. ოფიციალურად სამუშაო დღეს 6 საათზე ვასრულებთ. 6-ის შემდეგ Tenix SEO-ში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს სრული უფლება აქვს აღარ უპასუხოს არც ერთ შეტყობინებას, რომელიც სამსახურს უკავშირდება. ჩემთვის ეს პრინციპული საკითხია, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ ადამიანს მაღალ შედეგს ვერ მოსთხოვ, თუ მის პირად დროს და პირად სივრცეს პატივს არ სცემ. როცა გუნდს აქვს სივრცე საკუთარი ცხოვრებისთვის და ასევე დასვენებისთვისაც, მეორე დღეს საქმეს ბევრად უფრო ენერგიული და კონცენტრირებული უბრუნდება. ალბათ ფიქრობთ, რომ ასეთ რეჟიმში მუშაობა შეუძლია ყველას. სინამდვილეში კი პირიქითაა. Tenix SEO-ში მოხვედრა საკმაოდ რთულია, რადგან დისტანციური მუშაობა მოითხოვს უმაღლეს თვითდისციპლინას. ჩვენთან არ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი ზედამხედველი. ჩვენთან მუშაობენ ისინი, ვისაც საკუთარი საქმე უყვარს და ვისთვისაც მთავარი мотиваცია კარგად გაკეთებული საქმით მიღებული სიამოვნებაა. სამწუხაროდ საქართველოს ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ თუ თანამშრომელი უფროსის თვალთახედვის არეში არ არის, ის საქმეს არ აკეთებს. რატომღაც არასწორად გქონიათ ხოლმე, რომ დილის 10-დან საღამოს 6-მდე ოფისის სკამზე ჯდომა ავტომატურად პროდუქტიულობას ნიშნავს. მე ამ საკითხს საერთოდ სხვა პერსპექტივიდან ვუყურებ. ჩემთვის წარმოუდგენელია პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია საინიმუშო შედეგი დადოს, ვაიძულებდი დღეში 2 საათი თბილისის საცობებში გაატაროს და დახარჯოს პირადი ფინანსური რესურსი კვებასა და ტრანსპორტირებაში. მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს გვერდით ოთახში იჯდეს იმ პერიოდში, როცა Zoom-ში გვაქვს ყველა შეხვედრა. ეს დრო და მენტალური რესურსი ბევრად უფრო ძვირფასია და მერჩევნია ისევ თავისი პროექტების განვითარებას მოხმარდეს. შესაბამისად, ჩემი პრინციპი ასეთია. თუ ადამიანს მუდმივი ზედამხედველობა და გარედან ბიძგი სჭირდება, ის უბრალოდ ვერ მოხდება ჩვენ გუნდში, ან თუ მოხდება ვერ გაჩერდება. მე არ მინდა ვიყო ის მენეჯერი, რომელიც ვინმეს მუშაობას აწალებს. ჩემი მიზანია ვიყო იმ
გუნდის ნაწილი, სადაც თითოეულმა წევრმა თავისი საქმე ჩემზე უკეთესად იცის, მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ მათ საერთო სტრატეგიული მიმართულება მივცე. დანარჩენი კი დობისა და მაღალი თვითდისციპლინის საკითხია, რაც ჩვენი სამუშაო პროცესის მთავარი ამოსავალი წერტილია. ცხადი არსებობს სფეროები, სადაც ეს მოდელი ვერ იმუშავებს, მაგრამ ციფრულ ინდუსტრიაში, სადაც საქმის გასაკეთებლად ხშირად მხოლოდ ლეპტოპი და ინტერნეტია საჭირო, ოფისში ყოფნის მოთხოვნა ვფიქრობ ხელოვნურად შექმნილი ბარიერი. ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტი არა ფიზიკურად არსებული სივრცე, არამედ ის ცოდნა და ენერგია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი პროექტში დებს. თუ პროგრესი თვალსაჩინოა, ალბათ დამეთანხმებით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად იდგა იმ დროს შენი სამუშაო მაგიდა. მით უმეტეს, რომ კლიენტს პრაქტიკულად არ აინტერესებს ჩვენი ადგილმდებარეობა. მას აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, დროული რეაგირება, გაკეთებული საქმე და რეალური შედეგი. ეს მოდელი, რომელზეც ახლა გიყვებით, ჩვენთვის კომპრომისი ან თანამშრომლისთვის გაკეთებული შეღავათი არ არის. ეს გაცნობიერებული არჩევანია და თვიდან თმევდ წმუნდებით, რომ გზა, რომელიც ავირჩიეთ, ნამდვილად სწორია. მეტიც, თუ საკითხს ბიზნეს პერსპექტივიდან შევხედავთ, ამ მოდელს რამდენიმე გადამწყვეტი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ის საგრძნობლად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს. აქ მხოლოდ ოფისის ქირას არ გულისხმობ. არამედ იმ უამრავ წვრილმა რესურსს, რაც ფიზიკური სივრცის შენახვა სჭირდება. გარდა ამისა, საუკეთესო პროფესიონალების შერჩევისას ლოკაცია აღარ გზღუდავ. შეგვიძლია ვიპოვოთ პროფესიონალური კადრები არა მხოლოდ თბილისში, არამედ ნებისმიერ ქალაქსა თუ ქვეყანაში. გარდა ამისა, ჩემი დაკვირვებით ასე გუნდის პროდუქტიულობა ბევრად იზრდება, რადგან ხმაურიან ოფისებთან შედარებით სახლში ბევრად უფრო მშვიდი და კონცენტრირებული სამუშაო გარემოა. და რაც თავია ბიზნესის მასშტაბირებაც ბევრად უფრო მარტივადაა შესაძლებელი. თუ ოფისში ახალი ადამიანის მიღება დამატებით ინვერტარსა და სამუშაო ადგილის მოწყობას მოითხოვს, ჩვენთან გუნდის გაფართოება მხოლოდ ერთი ონბორდინგს არის საკითხია. რა თქმა უნდა, ის უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი იდეალური არ არის. დისტანციურ რეჟიმს თავისი სირთულეებიც აქვს. ზოგჯერ კომუნიკაცია უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ხანდახან ახალი ადამიანის ინტეგრაცია მორიგი გამოწვევაა და ასევე ზოგჯერ არის რისკი, რომ რადგან სამუშაო და საცხოვრებელი გარემო ერთი და იგივეა, პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსი დაირღვეს. სწორედ ამიტომ მითიშება ჩვენთან შეტყობინებები 6 საათზე და პირადად მეც თუ გვიან რამე გამახსენდება შეტყობინებას მეორე დილისთვის წინასწარ ვაშედულებ. წინასწარ გეგმავს ლექს აქვს ეგ ფუნქცია. ასე ადრესაც ინფორმაცია ავტომატურად სამუშაო დროს მისდის. ამ გზით ვცდილობ ხოლმე, რომ გუნდის წევრების პირად სივრცე არ დავარღვიო. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გამართული სისტემის და დავალებების მართვის მკაფიო მექანიზმის გარეშე დისტანციურ მოდელზე გადასვლას აზრი არ აქვს. თუ დამსაქმებელს წინასწარ არ აქვს განსაზღვრული რა შედეგს ელის თანამშრომლისგან, პროცესი ქაოსური გახდება. ასევე ეს მოდელი რთულად მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ გუნდში მხოლოდ დამწყები სპეციალისტები არიან, რადგან მათ ბევრად მეტი მენტორობა და ხშირი კომუნიკაცია სჭირდებათ. ჩვენ შემთხვევაში ამ ყველაფერს უკან დგას სისტემა, რომელიც რეალურად მუშაობს და რომელსაც ყოველდღიურად კიდევ უფრო ვხვეწავთ. სხვათა შორის გვაქვს ჩვენი SEO Lab-იც, სადაც მუდმივად ვტესტავთ ახალ ალგორითმებს, იმისათვის, რომ ყოველთვის კონკურენტებზე წინ ვიყოთ. SEO Lab-ი არის სივრცე, სადაც ვატარებთ ექსპერიმენტებს, ვაკვირდებით ხელოვნური ინტელექტის გავლენას ძიების შედეგებზე და ვპოულობთ იმ გზებს, რომლებიც სტანდარტულ სახელმძღვანელოებში ან ბლოგებში არ წერია. შესაბამისად, როცა ბაზარზე რაღაც იცვლება, ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, როგორ უპასუხოთ ამ ცვლილებას. ეს ყველაფერი ასეთი სიზუსტით კი ვფიქრობ, უფრო იმიტომ მუშაობს, რომ ამ ტექნოლოგიების მიღმა სწორი ადამიანებით განან. Phoenix SEO დღეს ზუსტად ისეთი კომპანია, სადაც მე თვითონ სიამოვნებით ვიმუშავებდი. ამას იმიტომ ამბობ, რომ კარგად ვიცი ალტერნატივა, ვიცი რამხელა განსხვავება იმ გარემოს შორის, სადაც ადამიანს ენდობიან და სადაც აკონტროლებენ. ჩვენ არჩევანი თავიდანვე თანასწორ და პარტნიორულ ურთიერთობაზე გავაკეთებთ. ამიტომ თუ ამ ვიდეოს ნახვისას გაიფიქრეთ, რომ ასეთ გუნდში ყოფნა თქვენთვისაც საინტერესო იქნებოდა, დიდი ალბათობით ჩვენ ერთმანეთს ვეძებთ. Phoenix SEO-ში რეგულარულად ვაცხადებთ ვაკანსიებს SEO სპეციალისტებისთვის, კოპირაიტერებისთვის, დეველოპერებისთვის. გარდა ამისა, გვაქვს ჩვენი SEO კურსი, რომელსაც პირადად მე ვუძღვები და სადაც წარმატებულ კურსდამთავრებულებს კომპანიაში სტაჟირებასა და ჩვენს გუნდში დასაქმებას ვთავაზობთ. ასე რომ, თუ გსურთ, რომ პირველებმა გაიგოთ ახალი შესაძლებლობების შესახებ და გახდეთ იმ გარემოს ნაწილი, სადაც პროდუქტიულობის მთავარი საზომი შედეგია, შემოგვერთით სოციალურ ქსელებში, გამოიწერეთ ჩვენი Facebook, Instagram და LinkedIn-ის გვერდები. სწორედ აქ ვაზიარებთ ყველა ჩვენს სიახლეს, ჩვენი კომპანიის შესახებ და ბოლოს, თუ ეს ეპიზოდი თქვენთვის სასარგებლო და საინტერესო აღმოჩნდა, გამოიწერეთ ეს არხი შემდეგ ვიდეოებში, გავაგრძელებთ საუბარს ყველაფერზე, რაც დღეს აქტუალურია. დაწყებული გლობალური ბრენდებით, დასრულებული ტექნოლოგიური სიახლეებით და ბიზნეს სტრატეგიებით. რა თქმა უნდა, საუბარს ვაგრძელებთ SEO-ზეც, იმ მთავარ ინსტრუმენტზე, რომელთაც Phoenix SEO-ში მასშტაბურ შედეგებს ვაღწევთ.